შევეცდებით უკეთ გაგაცნოთ ის ადამიანები, ვინც საკუთარი თავისუფლების ფასად ქვეყნის ღირსებას იცავენ. ახლა ვიმყოფებით ქალბატონ ლიკა გუნცაძესთან, ანდრო ჭიჭინაძის დედასთან სტუმრად. ქალბატონ ლიკა, მოგესალმებით, დიდი მადლობა. ვიცი რომ გადაღლილი ხართ ამდენი ინტერვიუებისგან. და ჩემთვის ფიქრობდი რომ მოვდიოდი რომ დღეს წესით ანდროსთან უნდა ვწერდეთ ინტერვიუს, როგორც ნიჭერ ახალგაზრდა მსახიობთან. თეატრის დღეა. დღესთან თეატრის დღეა, კი ბატონო. აი წარმოიდგენით ოდესმე იმას, რომ ამ რეალობის წინაშე დადგებოდით და მოგვიწევდა საუბარი როგორც რეჟიმის პატიმარ ანდრო ჭიჭინაძეზე. საერთოდ თუ აი ამ ეს პერიოდი დადგებოდა, როდისმე რომ რაღაცა შევადარებდი 30-იან წლებს, აი ნამდვილად არ მეგონა, აი ნამდვილად. ანდრო რა არაფერი ვაფშე ჩქარა უცბად მოხდა ეს ყველაფერი, თუმცა მე ვიცოდი რომ ეს ხელისუფლება აუცილებლად შეუცვლიდა კურსს ქვეყანას. მაგრამ აი ეს რაღაცა ეს რეალობა წარმოუდგენელია და არც მიფიქრია რომ აი ეს ამის წინაშე დავდგებოდი როდისმე და რეჟიმის პატიმარს რაც შეეხება ცოტა სატირალი რო არ იყოს სასაცილოა, იმიტომ რომ ანდრო რაღაცა ციხეში აი რა ვთქვა ვიცი. ქალბატონ ლიკა, რადგან თავგადასავალი ანუ ყოველთვის ცდილობს რომ აი ეს კონკრეტული ადამიანი რაღაც სხვა კუთხით გააცნოს თავის მაყურებელს, იქნებ გაიხსენოთ, აი როგორი ბავშვი იყო ანდრო, რა ინტერესები ჰქონდა, ცელქი იყო, თქვათ რაღაც სამართლიანობისთვის მებრძოლი ბავშვობიდან. აი ანდროს ბავშვობა რო გაიხსენო. ცელქი იყო. კი, და ცუდი სიტყვები უყვარ და ძალიან, იმიტომ რომ უფროსი ძმა ყავს და ეთყობა რაღაცა ცოტა ესმოდა იქ ეზოში, იქ ისა და ძალიან ესე ძალიან მამაზი ბავშვი იყო, რაღაცა ქერაციანი, ესეთი იყო ხუჭუჭა და იქცევდა ყურადღებას. მაგრამ როგორც კი მიიქცევდა ყურადღებას, იქვე უბრუნებდა ცუდი სიტყვით. ცელქი იყო, კი, ცოტა მტირალაც იყო. მაგრამ ნუ მე სკოლაში წავიდა რაღაცა და როგორი იყო აი სკოლის პერიოდში რაში აი თქვათ კლასში ან სკოლაში რაღაცა ბიჭების ის ჭიდაობა თუ რაღაცა რო იყო ხოლმე მოსულა ჩემთან და უთქვამს რომ იმან დამარტყა და მეტკინა და შენ აქენი მე ვეკითხებ და მე შემეცოდა და არ დავარტყია ეს მახსოვს კარგად იყო სპორტით ძალიან გატაცებული და სპორტზე აი თითქმის ყველა სახეობაზე დამყავდა რეგბიდან დაწყებული რა ვიცი მე ბოლოს თხილამურებზე შეაჩერა თავის არჩევანი და თხილამურზე ძალიან დიდხანს იარა და ნახევარწელი იყო ხოლმე ბაკურიანში ან გუდაურში ეხლა ძალიან უყვარს რეალი ეს ძალიან სპორტულია და ისეთი მე სკოლა რო დაამთავრა ჩააბარა სამსახიობოზე, ოღონდ ჩემთვის იყო შოკი რომ მითხრა რომ მსახიობობა მინდა, იმიტომ რომ უკვე მე სკოლის პერიოდიდან იყო ძალიან მორცხვი. ძალიან მორცხვი და აი რაღაცნაირი უკან დამხევი და მე მინდა მსახიობობა რომ მითხრა, მე თვითონ სამსახიობო მაქვს დამთავრებული და ცოტა შოკში ჩავარდი რომ გამბედაობა რაღაც წარმოჩენა შენი თავის ეს ვერ წარმომედგინა და თუ ქონდა ეს თვისებები. ნუ მოემზადა და ჩააბარა ინსტიტუტში. ბევრი ინტერესი ქონდა, ფილოსოფიით იყო დაინტერესებული, კითხულობდა ბევრს, სპორტითაც იყო დაკავებული. მე თეატრი იყო, მე კინო იყო და მე რაღაც პერიოდი თეატრში აღარ იყო და კინოში მოღვაწეობდა. და მე რამდენიმე წლის წინ დათო დოიაშვილი შეხვდა
თეატრში, ხო, ქალაქის თეატრში. და მიიპატიჟა თავისთან. ცოტა დაბნეული კი იყო ამ დრო, რომ არ იყო თეატრში ნამუშევარი, ესე ცოტა მორიდებით იყო რაღაცნაირად და მივიდა დათოსთან და შედგა მისი ესეთი თეატრთან ურთიერთობა. ძალიან საინტერესო იყო დოისთან მუშაობა მისთვის. ეს იყო მე გადავწურავ ზღვას გიოს როლში თამაშობდა და ძალიან მოეწონა, ძალიან. მე მიშა ჩარკვიანთან თამაშობდა. დოკუმენტური სერია იყო ეგეთი და იქ ქონდა რაღაც მონოლოგი, ძალიან საინტერესო სპექტაკლი იყო, ძალიან. მე იყო ეს კვდები როგორც ქვეყანა. ეს ასევე ძალიან საინტერესო და ნუ რა ვიცი რაღაცა გეგმები იყო კიდე და მე დარწმუნებული ვარ რომ ანდრო ამ გეგმებს აუცილებლად განახორციელებს გარდაუვალია სხვანაირად არ მოხდება ნამდვილად. ქალბატონი გაიხსენეთ ახლა მე გადმოვცურავ ზღვას იქ ანდროს პერსონაჟი დაკითხვის სცენას გულისხმობ აი რაღაცნაირად ზუსტად იმ უსამართლობას ეჯახება ხო? აი რა განცდებთან არის თქვენთვის დაკავშირებული ეს ზოგადად ეს აბსურდი? მე აი იმ პერიოდში ვცხოვრობდი და ვიცი რაც იყო ეს რეჟიმი მაშინდელი და ის ჩემი მეგობრები იყვნენ თვითმფრინავის ბიჭები და საშინელი განცდა მქონდა მაშინ და მაშინ შევეჯახე პირველად რომ აი შეიძლება ამ ახალგაზრდებს ესე გაუსწორდე და სიკვდილით დასაჯო ძალიან მძიმე იყო და ამ ბავშვებს როცა დგამდა დათო სპექტაკლს მეც ველაპარაკებოდი ხოლმე სახლში ანდროს და უყვებოდი რაღაცებს რომ ესენი ხო არ მოსწრებიან იმ პერიოდს და თავისთავად დოიც ძალიან ბევრს ელაპარაკებოდა და უხსნიდა როგორ და რა იყო ეს სპექტაკლი იყო ზუსტად ესე იგი მეორდება დღეს დღევანდელი დღე რეჟიმი წამება ცემა კომპრომატები ღალატი და ასე შემდეგ ხო, ჩვენ და სამწუხაროდ გეთანხმებით ეგრეა ნამდვილად. ვიცი რომ ერთად დადიოდით მუდმივად აქციებზე და ნუ საშინელი დღეები გამოვიარეთ, ხო? არ აქვს მნიშვნელობა, ჩემი შვილი თუ ყველა ჩვენი შვილები არიან ეს ახალგაზრდა თაობა. აი თუ გქონდათ თქვა რაღაცა, ჩემთვის მაგალითად იყო შოკი. გულწრფელად ვამბობ, როდესაც გამოაცხადეს რომ რაღაცა ორგანიზებას აბრალებენ ანდრო ჭიჭინაძეს, ნამდვილად შოკი იყო. ყოველად აბსურდულია, ხო, ის ბრალდებები, რასაც მას უყენებენ. ეს უკვე აღარ არის სახელმწიფო, ეს არის რაღაცა ძალაზე და ძალადობრივ რაღაცა ის პოლიციელებიც არ ვიცით არიან ის პოლიციელები, ნიღბები რო უკეთიათ. როგორც ამბობენ, არა. ამიტომ ეს რაღაცა ბანდის და მას უფრო იწვევს და ეს ხო არ არის, ეს არ არის სახელმწიფო, ეს ყველაფერი მოშლილია, ყველა ინსტიტუცია, ყველაფერი. არაფერი არ მუშაობს, აგერ თეატრი ქუჩაშია, ექიმი ქუჩაშია, კერძო სექტორი, ყველა ქუჩაში ვართ. ხო და მე ვფიქრობ, რომ უნდა ძალიან შეუპოვრად ვებრძოლოთ ამას, თუ გვინდა რომ დავრჩეთ როგორც ქვეყანა და არა მოუხდეთ როგორც ქვეყანა. პირდებით, თქვენ ვერასოდეს ნახავთ მორჩილ თეატრს. თქვენ უკვე ნახეთ გაჩერებული თეატრი, მაგრამ ჯერ არ გინახავთ თეატრი ერთი რიგითი ჯარისკაცისთვის მებრძოლი. ჩვენ ვიქნებით ეს თეატრი. თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს და რეჟიმის პოლიტიკურ პატიმრებს. დიდი მადლობა. აი დედები მაინც ყველაზე კარგად ვიცნობთ ხო ჩვენ შვილებს და ვთქვათ ანდრო სცენაზე, ეკრანზე ძალიან ბევრი ადამიანისთვის ძალიან საყვარელი მსახიობია და დასამახსოვრებელი სახეა ნამდვილად. აი კიდე რაღაცა ისეც ხომ არ გაიხსენებდით ანდროსთან დაკავშირებულს, რაც ვთქვათ სცენის მიღმა და ეკრანს მიღმა ანდრო არის ძალიან შვიდი ადამიანი, გაწონასწორებული
კარგი იუმორი აქვს. ისეთი რაღაცნაირი. და რა ვიცი, კარგი მეგობრები ყავს, ღიარულია, როცა ვთქვათ მეგობრებთან ერთად არის. როგორც აღმოჩნდა, მე არ ვიცოდი თუ ეგეთ სიყვარული დათესა. ნამდვილად არ ვიცოდი, მე ხე დედა ვარ და მიყვარს და ჩემი ნაწილია, მაგრამ თუ ესეთი თანადგომა ესეთ ყველა არ ხდება ხოლმე. ესეთი მაინც არ მეკონა. ეხლა უფრო ბევრ რამეს ვიგებ ამ დროზე, ვიდრე ვიცოდი. იმიტომ რომ მიყვებიან რაღაცას, იქ რაღაცა ბევრი რამე გავიგე ახლა ამ დროზე და ძალიან დიდ პატივს ვცემ ჩემ შვილს. ორივე შვილს, ხოჭს მეორე შვილი მყავს. უფროსი შვილი 10 წლით უფროსია ამ დროზე. და რაღაცა ვთვლი რომ ძალიან გამიმართლა, რომ ეს ჩემი შვილები პატიოსნები არიან, რაც თავარია, რაღაც მოქალაქეობრივი პასუხისგებლობა აქვთ და ვთვლი რომ ძალიან გამიმართლა. და რაღაცა ძალიან უცნაური პროცესია და ვებები რაღაცა ცოტა ეს გამახსენდა ჯოზეფ კარი ეგეთი პერსონაჟი კავკასი რომელიც სასამართლო პროცესია და არ იცის რა ხდება მის თავს და იმიტომ არ იცის რომ აი უფრო ზუსტად რო თქვა ეს რომანი არის იმაზე რომ აი გაურკვევლობა და აბსურდია. როგორც ვიცი, არ დადიხართ სასამართლო პროცესებს. ეს თქვენი გადაწყვეტილებაა თუ ამ დროს სურვილი იყო ეს? ჩემი გადაწყვეტილებაა და მე მგონია რომ ამ დრომაც ვიგრძენი რომ ამ დროსაც მე მგონი გავუჭირდებოდა რომ მე იქ ყოფილიყავი. ხო მე ვერ არ მინდა რომ იქ შევხედო გისოსებს მიღმან. ჩემთვის რთულია ძალიან. ამიტომ ესეთი პირველი აი არც მიფიქრია რომ სასამართლო აი ხვალ სასამართლოა და მე ეგრევე ვთქვი რომ მე არ წამოვა. განჩინება გადაეცეთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის გათვალისწინებულ პირებს და ორგანოებს. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან 48 საათის განმავლობაში თბილისის საოპერაციო სასამართლოში საგამოძიებო სასამართლოს მეშვეობით. მარტო არა ვარ. უამრავი დედაა, მშობელია და უკან მიდგას მთელი საზოგადოება. ძალიან დიდი ნაწილი ჩვენი უზარმაზარი საზოგადოების და ამ საზოგადოებას მინდა მივმართო აი ესეთი სოლიდარობისთვის ძალიან დიდი მადლობა. ეს მე მაძლიერებს საოცრად ესეთი თანადგომა რო არ მქონდეს ალბათ სახლიდან ვერ გავიდოდი. ეს არის ჩემთვის აი როგორ ვთქვა ესეთ მდგომარეობაში ვარ და სადღაც ვარ ძალიან ბედნიერი რომ აი ამხელა ჯარი მიდგას გვერდზე ამ დროს კოლეგებიდან დაწყებული, მეგობრებით დამთავრებული და სრულად უცხო ხალხით და მინდა მივმართო რომ ვიბრძოლოთ შეუპოვრად, ჯიუტად, აუცილებლად ყველაფერი კარგად იქნება და ძალიან დიდი მადლობა ყველას. დიდი მადლობა თქვენ ამ დროსთვის და თქვენი შეუპოვრობისთვის და მე გისურვებთ რომ მალე დასრულდეს ეს თქვენი ცუდი სიზმარი. დიდი მადლობა. და არა მარტო თქვენი, ყველა რეჟიმის პატიმრის მშობლის და ოჯახის. და ყველას ჩვენი. რა თქმა უნდა.